გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწერთვის, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დაფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშინ დღეს გვექნება საუბარი ასტროლოგიაზე, კერძოდ კი რეტრო ვენერაზე, თუმცა მარტში სხვა მოვლენებიც ხდება და ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ. დავიწყოთ იმით თუ რა უნდა გავაკეთოთ რეტრო ვენერის დროს და რა არ უნდა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. მოგეხსენებათ, რომ ვენერა არის სილამაზის პლანეტა, ასევე მცირე ბედნიერების პლანეტაც მოიხსენიებენ, ფულს განაგებს ასევე და რა თქმა უნდა პირად რუკაში ზოგადად ქალებზე მიუთითებს ხოლმე, თუმცა მარტო ამით არ შემოიფარგლება. შესაბამისად ამისა, რეტრო ვენერა დროს არ შეიძლება ხოლმე და უბრალოდ არ გვირჩევენ ხოლმე, რომ ჩავიტაროთ სილამაზის პროცედურები, მით უმეტეს ოპერაციები, ხო, ესეთი ოპერაციებზეა საუბარი, რადგან დიდი ალბათობით ასეთ დროს შედეგი არ მოგვეწონება, ან რაღაც ისე არ წავა. ამიტომ თავი შევიკავოთ, ხო, მაინც და მაინც რეტრო ვენერას დროს ოპერაციები არ გავიკეთოთ. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ იგი განაგებს სიყვარულს. შესაბამისად ამისა, ხელს არ ვაწერთ, არ ვქმნით ოჯახს, ანუ ქორწილი როგორც ასეთი შეიძლება, მაგრამ ხელს არ ვაწერთ, ანუ ის თარიღი, რაც დაფიქსირდება მოწმობაში, შესაბამისად ეს მთელ თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე იმოქმედებს. შესაბამისად ამისა, მაინც თავი შევიკავოთ, არ გვინდა ამ პერიოდს დავამთხვიოთ, ქორწილი კი არა და ხელის მოწერა, ხო? ეხლა პერიოდი არის რეტრო ვენერასი 2 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით. ნახეთ, რა თითქმის 1 თვე. და შემდეგ უკვე შეიძლება თქვათ, ოღონდ ეცადეთ რომ რეტრო მერკურს არ დაემთხვეთ, მაგრამ თუ ოჯახს გქნით, ეხლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უბრალოდ შეიძლება რაღაცა დაგავიწყდეთ, დაგაგვიანეთ და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე მერე. შესაბამისად ამისა, ხო, კარგია ისთვის ეხლა. კარგია იმისთვის, რომ თუ ვიღაცას თქვენი ვალი ქონდა, დიდი ალბათობით ამ პერიოდში დაგიბრუნებთ. ასევე ძველი სასიყვარულო ურთიერთობები, რომელიც დასრულებული ქონდათ, ან რაღაცა შუაში გაწყვეტილი, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები გამოჩნდებიან, ანუ ვინც ადრე ვისაც ქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. ასევე არ ვიწყებთ ამ პერიოდში ახალი ადამიანების სასიყვარულო კუთხით ვამბობ ამას, გაცნობას, დაახლოებას და ურთიერთობის დაწყებას, იმიტომ რომ დიდი ალბათობით როგორც კი რეტრო ვენერა დამთავრდება, ეს ადამიანს გაქრება თქვენი ცხოვრებიდან, ასე რომ ძალიან არ ჩაუღრმავდეთ, არ დაასერიოზულოთ ეს 1 თვე მაინც და მაინც და მერე უკვე შესაძლებელია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი თუ გაქვთ გადაწყვეტილი ურთიერთობების კუთხით, გადადგათ ნაბიჯი. მაშინ ვიმეორეთ, რეტრო ვენერა არის 2 მარტი 13 აპრილის პერიოდი. ეხლა ძვირფასო ვერძებო, თქვენთვის ვენერა, რეტრო ვენერა იქნება პირველ სახლში. რაც იმას ნიშნავს, რომ ვენერა იქნება ვერძში. ეხლა როგორია ვენერა ვერძში, ხომ? ვენერა ვერძში ისე ზოგადად ვიტყვი, მე უკვე თქვენთვის რას ნიშნავს, იმასაც ვიტყვი, ხო? არის ურთიერთობები ძალიან სწრაფად რო იწყება და სწრაფად რო მთავრდება, არის ურთიერთობები ვნებით სავსე, დიდი ძალიან ხშირად ესეა ხოლმე, ეს რაც ურთიერთობის კუთხით. ასევე აი უცებად შეიძლება მომინდეს რაღაცა სილამაზის იმიჯი შევიცვალო ან სილამაზის პროცედურა ჩავიტარო და ეს არის ცნუნება, ანუ რეტრო ვენერის დროს არ გირჩევთ როგორც გითხარით ამას. და საკმაოდ მეორეს მხრივ კარგია იმისთვის, რომ სწრაფად გადაწყვიტოთ რაღაცა, ხო? ანუ აი ძველს რო დაუბრუნდეთ და აი რო დაასრულოთ, აი ამისთვის კარგია, მაგრამ თუ დასრულება გინდათ ამის, ისე ახალს არ ვიწყებთ, ხო, აი ამ ურთიერთობის კუთხით. ეხლა ვერძებო, თქვენთვის აქტუალური იქნება პირველ რიგში ვიზუალის საკითხი და აქტუალური იქნება ვიზუალის მეორეს მხრივ ჯანმრთელობის, თუმცა ჯანმრთელობის აქ ცოტა ისეთი ჯანმრთელობა უფრო მე-6 სახლის არის, მაგრამ პირველ სახლშიც ვეხებით ჯანმრთელობას, იმიტომ რომ მთლიან ადამიანს
ეხება, ხო? და სულიერ მეს. ანუ რეტრო ვენერა იქნება დიდი ალბათობით დაუბრუნდებით მაგალითად ძველ იმიჯს, ხო? შეიძლება დაუბრუნდეთ გამოიჩინონ თავი ძველმა ურთიერთობებმა, თუმცა ძველი ურთიერთობების რაც შეეხება, აქ უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება რა, ანუ დაასრულებთ, გააგრძელებთ, თუ წერტილს დასვავთ, თუ რა იქნება, ნუ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება. ასევე რაღაცა ძველ ჩვევებს შეიძლება რომ დაუბრუნდეთ. ფინანსების კუთხით შეიძლება აქვე ფინანსების კუთხით ისევ და ისევ შეიძლება ვის თუ ვიმეს თქვენი ვალი აქვს დაგიბრუნონ ამ შემთხვევაში. კუროებისთვის რეტრო ვენერა იქნება მე-12 სახლში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კუროებო, რომ მოერიდოთ ილუზიებს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეს ერთი თვე ძალიან ბევრი ილუზიები იქნება თქვენს გარშემო, საქმე ისე არ იქნება, როგორც შემოგთავაზებენ, ასე ვთქვათ, მით უმეტეს თუ ურთიერთობის კუთხით. ამიტომ მაქსიმალურად კარგად გაარკვიეთ რაღაცეები. მეორეს მხრივ შეიძლება რამე მავნე ჩვევა თუ გქონდათ, შეიძლება კარგიც. თუმცა კარგი რაჯობია კარგს თუ დაუბრუნდებით, მაგრამ თუ მავნე ჩვევა გქონდათ რაიმე დამოკიდებულება, შეიძლება ამან გაგახსენოთ თავი. თქვა თუ იმე დიეტაზე იყავით პირობითად, შეიძლება უცებ დაარღვიოთ ეს დიეტა. შემდეგ შეიძლება აქტუალური იყოს ოპერაციები, თუმცა თუ ეს პლასტიკური ოპერაცია არის და ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ეცეთ რომ არ გაიკეთოთ. ასევე შეიძლება რაღაცა არ ვიცი, ალბათ ამბები გაიგოთ ან ადამიანები გამოჩნდნენ თქვენი ცხოვრებიდან, ვისაც ქონდა ციხესთან გამოცდილება. აი ესეთი, ან შეიძლება პროფესიით, ანუ იქ მუშაობს რაღაც, ანუ რაღაცა ესეთ ჭრილში შეიძლება იყოს. და ძალიან ძლიერი ინტუიცია გექნებათ ეს ერთი თვე გამძაფრებულად ძლიერი. შემდეგ ტყუპებისთვის ეს იქნება მე-11 სახლი, აქტუალური საკითხები იქნება აიცით როგორ თემები შეიძლება წამოვიდა ეს, რომ აი რაღაც დიდი ხანი მეგობრობთ და თქვენმა ძალიან დიდი ხნის მეგობარმა უცებ სიყვარულში გამოგიტყდეთ, ხო? აი ესეთი რაღაც შეიძლება იყოს. შეიძლება ურთიერთობების კუთხით, მაგალითად, ვინც თუ მუშაობთ თქვა IT სფეროში ან რაღაცა ტექნიკურ სფეროებში, აი იქიდან თქვენმა თანამშრომელმა სიყვარული აგიხსნათ რაღაც ესე გადაწყვიტოს, ხო? აი დიდი, ოღონდ ამას რაღაცა ეს ახალი არ იქნება რა, ის იქნება რაღაცა ძველი. და მოკლედ ამ ხრივ თქვენთანაც დაინახავთ და მიხვდებით რა და როგორ იქნება, ასე ვთქვათ. შემდეგი არის კირჩხიბებისთვის მე-10 სახლია. აქვე შეიძლება თავი იჩინოს სამსახურში სიყვარულმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ისევ და ისევ ხო თქვენმა თანამშრომელმა შეიძლება სიყვარულში გამოგიტყდეთ, ან თქვენ მოგინდათ სურვილი, რომ აი ხა ითმინეთ და ეხა გადაწყვიტოთ, რომ აი მე უნდა ვუთხრა, მე უნდა ავუხსნა. შემდეგი არის ფინანსების კუთხით, სხვათა შორის, ანუ დიდი ალბათობით ვალებს აგიბრუნებენ. და რატომღაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ზუსტად თქვენი თანამშრომლები იყვნენ. და სტატუსის კუთხით, შეიძლება სტატუსი დაგიბრუნდეთ, ან ოჯახი შექმნათ. თუმცა, ან გადაწყვიტოთ, რომ ოჯახი შექმნათ. თუმცა ხელი არ მოაწეროთ, თქვათ ერთი თვის მერე მოაწერეთ ხელი, ხო? და სასიხარულო ამბავი იქნება ამ მიმართულებით. ლომებისთვის რეტრო ვენერა იქნება მე-9 სახლში. აქტუალური სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით შეიძლება იყოს რაღაცა აი რელიგიური, ანუ რაღაცა საერთო თქვათ ადამიანები გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომლებთანაც რაღაცა საერთო რელიგიური წრე გაქვთ და თქვათ ამ ხრივ სასიყვარულო ურთიერთობებმა იჩინოს თავი, გაგახსენოთ ძველმა, ასე ვთქვათ. შეიძლება ეს უცხოელი თუ გყავდეთ რომელიმეს
რომელიმე ლომს აი ამან შეგახსენოთ თავი. ასევე იურიდიული საკითხები, ხო თუ იურისტი ხართ, მაშინ აი ამ კუთხით შეიძლება, ხო? კიდევ ანუ ხა წრეებზე ვლაპარაკობთ, სად შეიძლება შეგხვდეთ ესეთი ადამიანები. ასევე უცხოეთში შეიძლება უცებ მოგინდეთ, თქვათ, ან იყოთ უცხოეთში და რაღაცა თქვენმა სასიყვარულო პარტნიორმა იჩინოს თავი. და საკმაოდ ისეთი აქტუალური საკითხი იქნება ეს. ქალწულებისთვის იქნება მერვე სახლი, პირველ რიგში ქალწულებისთვის აქტუალური საკითხი იქნება ფინანსები. ანუ შეიძლება სესხი დაგიმტკიცონ, ან სესხი დაასრულოთ, ან რაღაცა ძალიან დიდი ვალი დაგებრუნონ. შეიძლება პატარა ვალიც დაგებრუნონ, მაგრამ უფრო დიდზე აქვს საუბარი. შეიძლება პარტნიორს თქვენი ვალი აქვს და ის დაგებრუნოთ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, გაოცდებით და შეიძლება რაღაცა ძველმა თანამშრომელმა, ან უბრალოდ ძველმა თქვენმა პარტნიორმა იჩინოს თავი, რომელიც ბანკში მუშაობს, ან ფსიქოლოგია, ან რაღაც ეზოთერიკოსია, აი ამ კუთხით შეიძლება ძველმა თქვენმა პარტნიორებმა იჩინონ თავი. სასწორებისთვის ეს არის მეშვიდე სახლი, აქაც ხო, ანუ აი ნახეთ დიდი ალბათობით ადამიანები ის გამოჩნდებიან ისეთები, რომლებთანაც ანუ გეგონათ რომ ვერ იტანდით და ეხლა შეიძლება დაასრულოთ რომ თურმე გიყვართ. ან შეგიყვარდათ აი რაღაც ესეთი საინტერესო. ან ადრე ვერ იტანდით და ეხლა შეგეცვალოთ წარმოდგენა. მეორეს მხრივ შეიძლება სასწორებმა გადაწყვიტონ რომ ოჯახი შექმნა, ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელს არ ვაწერთ. ან თქვათ ძველად თუ ყავდათ პარტნიორი და დაშორდით, შეიძლება და მაშინ გეგმავდით სერიოზულ ურთიერთობას და დაშორდით, შეიძლება ეხლა ისევ თავი იჩინოს ამან. შემდეგი არის მორიელი. მორიელებისთვის ეს არის მეექვსე სახლი. პირველ რიგში ეს არის ჯანმრთელობის სახლი და ვენერა ხა მეექვსე სახლში პირდაპირ ესთეტიკაზე, პირდაპირ ჯანმრთელობაზე პირველ რიგში მიუთითებს, შესაბამისად არ ვიტარებთ არანაირ ესთეტიურ ჩარევას. ერთი თვე მოვიცადოთ, თუ რამე გვაქვს დაგეგმილი, ხო? იდეები დავსახოთ მაგალითად, რაღაცა მოვიკვლიოთ, ამისთვის კარგია, მაგრამ არ ვიტარებთ ოპერაციებს ამ კუთხით. ასევე ცხოველების კუთხით შეიძლება, რა ვიცი, აი თუ ყავდათ დაკარგული ცხოველი, იპოვოთ. და სამსახურის კუთხით ხო, შეიძლება კი ძველმა თანამშრომელმა თქვათ გამოიჩინოს თავი, მაგრამ ხო, ანუ აქ პირად რუკას გააჩნია უბრალოდ, მაგრამ დიდი ალბათობით უფრო ვიზუალის და იმიჯის კუთხით ითამაშებს ვენერა. მოკლედ, ძალიან საინტერესო იქნება მე დაწერთ თქვენი აზრებიც, ვის როგორ დაემთხვა, მეც მაინტერესებს რეალურად. მშვილდოსნებისთვის ეს არის მეხუთე სახლი. მეხუთე სახლი არის აქ უკვე უფრო ბავშვებთან ურთიერთობა, ესე გავიაროთ. რაღაცა შეიძლება გაიგოთ ამბავი, რომ მალე დედა გახდებით, ან მამა გახდებით, ან შეიძლება რაღაცა არ ვიცი, გადაწყვიტოთ შვილად აიყვანოთ, ხო, ბავშვი. ან შეიძლება რაღაცა ბავშვობის დროინდელი, აი ბავშვობაში გიყვარდათ ვიღაცა და ეხლა თავიდან შეხვდეთ, აი ეს ძალიან საინტერესო იქნება. მეორეს მხრივ თუ სცენაზე მოღვაწეობთ, მაშინ თქვენი სასცენო პარტნიორი დიდი ალბათობით, ხო? და ასევე თუ ანუ ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, რომელთანაც საერთო ჰობი გაქვთ, შეიძლება ესეც თქვათ. თხის რქებისთვის ეს არის მეოთხე სახლი, თხის რქებისთვის მეოთხე სახლი ნიშნავს და ვენერა მეოთხე სახლში ნიშნავს იმას, რომ ჯერთი აქტუალური საკითხები იქნება დედასთან, სამშობლოსთან და ასე, ანუ სიყვარული დედის მიმართ, სამშობლოს მიმართ, ქონების მიმართ, სხვათა შორის და რას მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცას დიდი ხანია აკეთებდით, აი ახლა შეიძლება ის პერიოდი დადგეს, როდესაც თქვა დიდი ხანია სახლის ყიდვა, ანუ სახს მშენებარებში იყიდეთ სახლი და თქვათ ეხლა ჩაგაბარონ. და აი ეს ამ კუთხით იქნება აქტუალური. ან მეორეს მხრივ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ოჯახი შექმნათ, ხო?
და ეს არ არის ახალი, ეს არის რაღაცა ძველად ფიქრობდი ამაზე და ეხლა თქვათ კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ თქვათ მინდა ამ ადამიანთან ოჯახის შექმნა. მერწყულებისთვის არის მესამე სახლი, აქტუალური საკითხები იქნება სიყვარულის კუთხით, ჯერ ერთი დაძმური ურთიერთობა, ანუ ეს სიყვარული რაღაცა შეიძლება თუ დიდი ხანი არ ქონდათ დაძმასთან ურთიერთობა, აი ხა შეგახსენონ თავი, ხო? მეორეს მხრივ შეიძლება სამეზობლო ან ხო, სამეზობლო წრეში რაღაცა ან ძველი ისტორიები გაიხსენოთ, ან ვიღაცას თუ სამეზობლო თუ ყვარდით, კიდევ თავი იჩინოს, ხო? და მერწყულებისთვის ამ მხრივ, ეხლა აქ შეიძლება კი რა თქმა უნდა თქვათ მანქანის სიყვარულზე სხვათა შორის, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, შეიძლება ადამიანს თავისი ნივთი, ხო, რაღაც ძალიან უყვარდეს ამ მიმართულებით. შესაბამისად ამისა, შეიძლება გზაში შევხვდეთ, ეხლა სასაცილოდ შეიძლება ჟღერს, მაგრამ გზაში შევხვდეთ რაღაცა მანქანა გაყიდეთ და ეხლა გზაში შეგხვდათ სადღაცას და თქო გაიხსენეთ, აი თქვენ რო ყავდათ ეგ მანქანა, რაღაცა ესეთ სტილში რა, ან ძველი მანქანა ისე და ანუ არ ვიცი, დაუბრუნდით ძველ მანქანას და რაღაცა ესეთ სტილში. თევზებისთვის ეს არის მეორე სახლი, ფინანსების სახლი და რესურსების სახლი. უბრუნდებით თქვენს ძველ რესურსებს, ანუ შეიძლება თავიდან გაგახსენდეთ, რომ აი მე შემეძლო და ეხლა კიდევ ხوار გავააქტიურო. მეორეს მხრივ ვალებს აგიმბრუნებენ დიდი ალბათობით და ანუ აი ძველად თქვათ მუშაობდით და დიდი ხანი არ გაძლევდნენ ხელფას და აი ეხლა დაგიბრუნებენ ამ ხელფას. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, დააფიქსირეთ და აკომენტარეთ თქვენი აზრი, რამდენად დაემთხვა, რამდენად არ დაემთხვა და ვიმსჯელოთ ამ ყოველივეზე, რომ ძალიან საინტერესოა მიცოდნა რეალურად. წარმატებულ დღეს გისურვებთ.